ეს ვიდეო ყველა ქართველმა აუცილებლად უნდა ნახოს. იცი, რომელი ტომების ერთობლიობაა საქართველო? საქართველო და ქართველები ვართ მარიამ ღვთისმშობლის წილხვედრი ეთნოსი და ერი. ეს ეთნოსი შედგება რამდენიმე ეგრეთ წოდებული დამფუძნებელი ტომისგან. მოდი კიდევ ერთხელ ჩამოვთვალოთ ეს ტომები. ეს ტომებია კოლხები, სვანები, იბერიელები, ქალდეველები და მესხები. 5 უძლიერესი ქართული ტომი. რა ტერიტორიას მოიცავდა ან მოიცავს თითოეული ეს ტომი? მოდი დავიწყოთ. კოლხეთის ტომის ჩრდილოეთის საზღვარი იწყება ძველი ხერსონიდან, იგივე დღევანდელი ყირიმიდან, ანუ ყირიმიდან დაწყებული მთელი აღმოსავლეთ შავიზღვისპირეთი, დასრულებული ქალაქ ტრაპიზონამდე არის კოლხეთი. ანუ ხერსონიდან ტრაპიზონამდე არის კოლხეთი. კოლხეთის სამეფო ლეჩხუმს, რაჭას, შიდა ქართლის ჩრდილოეთ მხარეს, ანუ ჯავას რაიონს, ასევე ხევს, ასევე ფშავს და თუშეთს მოიცავდა. ასევე კოლხური ტომი იყო კახეთის ზედა ტერიტორიაზე და დიახ, ტოპონიმიკა კახეთი დაკავშირებული არის კოლხეთთან. დაწყებული ლაზიკებიდან დამთავრებული მოსინიკებამდე. შემდეგი ტომი არის სვანები. სვანების ტომი მოიცავდა დღევანდელი აზოვის ზღვიდან დღევანდელ დაღესტნამდე, აი ამ მთელ მთიანეთს, რასაც ქვია, მთელი კავკასიონის გასწვრივ. აქ შედიოდნენ მათ შორის სვანი წანარები, რომლებიც კეტავდნენ დარიალს ჩრდილოეთიდან და სამხრეთიდან. სვანების ტომი საკმაოდ ვრცელი იყო. შემდეგი ტომი არის ქალდეველები. ქალდეველების ტერიტორია მოიცავდა ტაო-კლარჯეთის, აღმოსავლეთ თურქეთის, სამხრეთ საქართველოს, ჩრდილო-დასავლეთ სომხეთის ტერიტორიებს. ქალდეველები იგივე ხალიბები, რასაკვირველია, იყვნენ მეტალურგიის ფუძემდებელნი და ერთ-ერთი ვერსიით ესკალიბური სინამდვილეში იშიფრება როგორც ექსხალიბური, ანუ მითიური ხმალი ესკალიბური დაამზადეს ხალიბებმა. საინტერესო ვერსია. შემდეგი ტომი არის იბერიელების ტომი. იბერიელების ტერიტორია მოიცავდა დღევანდელი ქართლის ცენტრალურ ნაწილს, იმერეთის აღმოსავლეთ ტერიტორიას, სომხეთის ჩრდილო-აღმოსავლეთ ტერიტორიას, დასავლეთ აზერბაიჯანის ტერიტორიას და ეს ტერიტორია ლამის ებჯინებოდა ირანს. შემდეგი ტომი არის მესხების ტომი. მესხების ტომი, რასაკვირველია, ცხოვრობდა სამხრეთ საქართველოს ტერიტორიაზე, დღევანდელი მესხეთი, აჭარის მთიანეთში, გურიის მთიანეთში, იმერეთის სამხრეთ ნაწილში, სომხეთის ჩრდილო ტერიტორიაზე, ტაო-კლარჯეთის აღმოსავლეთ ტერიტორიაზე. მესხების ტომის წარმომადგენლები ასევე ცხოვრობდნენ ანატოლიის ცენტრალურ ნაწილში. რომ შევაჯამოთ ამ 5 ტომის ერთობამ, შექმნა ჩვენი დიდებული ისტორია. არ უნდა დაივიწყო ადამიანმა შენი წინაპრები, იმიტომ რომ შენ თუ შენს წინაპარს დაივიწყებ, შენი შთამომავალი შენ დაგივიწყებს. ძალიან მარტივი რამეა. დააკომენტარეთ თქვენ რომელი ტომის წევრები ხართ. ისე კი გეტყვით რომ მე კოლხი ქართველი ვარ, ანუ კოლხური ტომის წევრი. სხვათა შორის კოლხეთის სამეფოს წინაპარ სამეფოს კასკიის სამეფოს ჰქონდა დედაქალაქი, რომლის სახელი იყო ქორთიონი. დღევანდელი ქორდუ. ჩვენ ქართველები ვართ. სახელი ქართველი სწორედ კოლხების მოფიქრებაა. სადაც არის სიმართლე და სიკეთე, იქ არის უფალი და სადაც არის უფალი, იქ არის გამარჯვება. უფალმა გაგახაროთ და გაგაძლიეროთ, უფალმა კეთილ გზაზე გატაროთ მუდამ.